გერმანიის ისტორიის ყველაზე ბნელ თავში, მაშინ, როდესაც ბრბო მაღაზიების უდანაშაულო მეპატრონეებს ქვებით ფანჯრებს ულეწავდა და ქალებს და ბავშვებს ღია ცის ქვეშ სასტიკად ამცირებდა, დიტრიხ ბონჰოფერმა, ახალგაზრდა პასტორმა ამ საშინელებების წინააღმდეგ საჯაროდ საუბარი დაიწყო. ის წლების განმავლობაში ცდილობდა ხალხის აზრის შეცვლას და ერთ საღამოს, როდესაც სახლში დაბრუნდა, მამამისს მოუწია მისთვის ეთქვა, რომ მის ოთახში ორი მამაკაცი იცდიდა მის წასაყვანად. ციხეში ბონჰოფერმა ფიქრი დაიწყო იმაზე, თუ როგორ გადაიქცა პოეტებისა და მოაზროვნეების ქვეყანამ შიშრების, თაღლითებისა და კრიმინალების კოლექტივად. საბოლოოდ მან დაასკვნა, რომ პრობლემის საფუძველი არა ბოროტება, არამედ სისულელე იყო. თავის ცნობილ ციხიდან გამოგზავნილ წერილებში ბონჰოფერი ამბობდა, რომ სისულელე სიკეთის უფრო სახიფათო მტერია, ვიდრე ბოროტება. რადგან ადამიანი შეიძლება ბოროტების წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამდეს. მისი გამოვლენა და თავიდან აცილება შესაძლებელია ძალის გამოყენებით. მაგრამ სისულელის წინააღმდეგ ჩვენ დაუცველები ვართ. აქ ვერც პროტესტი და ვერც ძალის გამოყენება მოახერხებს რამეს. ლაპარაკს აზრი არ აქვს. ფაქტები, რომლებიც სულელი ადამიანის სრურწმენას ეწინააღმდეგება, საკმარისია უბრალოდ არ დაიჯერონ. ხოლო როდესაც ისინი უდავოა, შეიძლება მათი უბრალოდ განზე გაწევა, როგორც უაზრო ან შემთხვევითი რამის. ამ ყველაფრით სულელი მარტივად კმაყოფილდება და რადგან მისი გაღიზიანებაც მარტივია, იგი საშიში ხდება. ამის გამო, სულელთან საქმის დაჭერისას უფრო დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, ვიდრე ბოროტთან. თუ გსურს ვიცოდეთ, როგორ ვაჯობოთ სისულელეს, მისი ბუნება უკეთ უნდა შევისწავლოთ. სისულელე არსებითად არა ინტელექტუალური, არამედ მორალური ნაკლია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან საოცრად განვითარებული ინტელექტუალურად, მაგრამ სულელები. და სხვები, რომლებიც ინტელექტუალურად სუსტები არიან, მაგრამ ძალიან შორს სისულელისგან. რჩება შთაბეჭდილება, რომ სისულელე თანდაყოლილი ნაკლი კი არაა, არამედ გარკვეულ ვითარებებში ადამიანები სულელდებიან. ან უფრო სწორად, თავს საშუალებას აძლევენ ეს დაემართოთ. ადამიანები, რომლებიც მარტოობაში ცხოვრობენ, ამ ნაკლს ნაკლებად ავლენენ, ვიდრე ისინი, ვინც ცხოვრობენ ჯგუფებად. ასე რომ, როგორც ჩანს, სისულელე ალბათ ნაკლებადაა ფსიქოლოგიური და უფრო მეტად სოციოლოგიური პრობლემაა. აშკარა ხდება, რომ ყოველთვის, როდესაც ძალაუფლების ძლიერ აღმავლობას აქვს ადგილი, იქნება ეს პოლიტიკური თუ რელიგიური ხასიათის, კაცობრიობის დიდი ნაწილი სისულელით ინფიცირდება. თითქოს ეს სოციოლოგიურ-ფსიქოლოგიური კანონია, რომლის მიხედვითაც ერთის ძალაუფლებისთვის მეორეს სისულელეა საჭირო. აქ საქმე არ გვაქვს პროცესთან, რომლის შედეგადაც ადამიანური შესაძლებლობები, როგორიცაა ინტელექტი, უცებ გვიმტყუნებს. ნაცვლად ამისა, როგორც ჩანს, მზარდი ძალაუფლების აბსოლუტური გავლენის ქვეშ ადამიანები თავიანთ შინაგან დამოუკიდებლობას კარგავენ და ავტონომიურ პოზიციას მეტნაკლებად შეგნებულად თმობენ. იმან, რომ სულელი ადამიანი ხშირად ჯიუტია, არ უნდა დაგვავიწყოს, რომ ის დამოუკიდებელი არ არის. მასთან საუბარში იგრძნობა, რომ საქმე საერთოდ არ გვაქვს მასთან, როგორც პიროვნებასთან. არამედ საქმე გვაქვს ფრაზებთან, ჩამჭრელ სიტყვებთან და მსგავს რაღაცებთან, რომლებიც მას დაეუფლნენ. ის თითქოს შელოცვის ქვეშაა, დაბრმავებულია. მისი ენერგია არასწორადაა მიმართული და თითქოს საკუთარი თავი არც კი ეკუთვნის. ამგვარად, უგონო იარაღად ქცეულ სულელ ადამიანს ყოველგვარი ბოროტების ჩადენა შეუძლია. ის ვერც კი დაინახავს, რომ ეს ბოროტებაა. სისულელის დაძლევა მხოლოდ გათავისუფლების გზითაა შესაძლებელი და არა მითითებების. აქ უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ უმეტეს შემთხვევაში ნამდვილი შინაგანი გათავისუფლება მხოლოდ მაშინ ხდება შესაძლებელი, როცა მას წინ გარეგანი გათავისუფლება უძღვის. მანამდე ჯობს სულელი ადამიანის დარწმუნების ყველა მცდელობა შევწყვიტოთ. ბონჰოფერი ადოლფ ჰიტლერის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის გამო 1945 წლის 9 აპრილის გამთენიისას ფლოსენბურგის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა. სულ რაღაც 2 კვირით ადრე იქამდე, სანამ შეერთებული შტატების სამხედროები ბანაკს გაათავისუფლებდნენ. ბონჰოფერმა ერთხელ თქვა: ქმედება მომდინარეობს არა ფიქრიდან, არამედ მზაობიდან პასუხისმგებლობისთვის. მორალური საზოგადოების მთავარი გამოცდა ისაა, თუ როგორ სამყაროს უტოვებს ის თავის შვილებს.